ადამიანი როცა ცუდად ხდება რეალურ სიტუაციაში, მაგალითად არ სუნთქავს, გული გაუჩერდა, ან ძლიერი სისხლდენა აქვს, უმეტესობა ადამიანი პანიკდება. მეორე მხარე ის არის, რომ ზუსტად ის პირველი წუთებია ხშირად გადამწყვეტი, რადგან უმეტეს შემთხვევაში, როცა გული ჩერდება, ადამიანის გადარჩენა შეიძლებოდა განსაკუთრებით გული რო დაარტყავთ ხოლმე უეცრად როცა უჩერდებათ გული ბევრ შემთხვევაში ერთი ადამიანის გადარჩენა შეიძლება და მეორეც ბევრ შემთხვევაში როცა სისხლდენა აქვს ადამიანს მისი დახმარება შეიძლება აი ამ ორ ყველაზე მთავარ გადაუდებელ მდგომარეობაზე ვისაუბრებთ როგორ მოვიქცეთ როცა ჩვეულებრივ ყოველდღიურ სიტუაციაში ვართ არაფერი კონკრეტული სპეციფიური არაფერი არ გვაქვს როგორ მოვიქცეთ როცა ასეთი მძიმე მდგომარეობები გვხდება პანიკის ნაცვლად ამაზე ვისაუბრებ პირველი და ყველაზე მთავარი რაც უნდა ვიცოდეთ არის გულფილტვის რეანიმაცია, გინახიათ ალბათ, ხელით ესე რო უკეთებენ ადამიანებს, ეგ არის გულფილტვის რეანიმაცია და ეგ რა დროს არის საჭირო. პირველი ადამიანი როცა უგონოთაა და ვერ სუნთქავს, არ სუნთქავს. ანუ სუნთქვა არ აქვს, მეორე როცა პულსი არ აქვს, ანუ ვერ გრძნობ მის ცირკულაციას, ანუ სისხლი არ მიედინება ორგანოებში და პულსი არ აქვს. აი ამ ორ შემთხვევაში ამის გაკეთება არის გამართლებული და რატომ? იმიტომ რომ 70% ესეთი შემთხვევების, როცა გული ჩერდება, ხდება ან სახლში, ან გარეთ და არა საავადმყოფოში. შესაბამისად, ის პირველი წუთები კრიტიკულად მნიშვნელოვანია და თუ კი ადამიანს გულფილტვის რეანიმაციას უკეთებენ, გადარჩენის შანსი ამ დროს ეზრდება 2-3 ჯერ. ანუ უზარმაზარ შანსს აძლევ ადამიანს, რომ გადარჩეს. თუ აი ამ მარტივ რაღაცას უკეთებ მოკლედ ადამიანს თუ გული გაუჩერდება. და მერე ყოველ წუთს როცა გული ჩერდება, დაახლოებით 10%-ით მცირდება გადარჩენის შანსი. ასე რომ ყოველი წამი არის მნიშვნელოვანი და როგორც კი დაინახავ მოკლედ ესე რომ ადამიანი ვერ სუნთქავს ან საციცოცხლო ნიშნები არ აქვს, პულსი არ აქვს, სწორ მყარ ზედაპირზე უნდა დააწვინო და ხელის გული უნდა დაადო პირდაპირ შუაში გულში, სადაც მკერდის ძვალია, ანუ მკერდი სადაცა, აი მკერდის ზუსტად შუა ნაწილში უნდა მოათავსო და ძლიერად უნდა დააჭირო. ყველაზე კარგი ვარიანტია, რომ ორივე ხელით, აი ესე ჩაკეტო ხელები და ხელის გულით დააჭირო გაშლილი ხელით და უნდა დააჭირო საკმაოდ ჩქარა. ისე ჩქარა, რომ წუთის განმავლობაში დაახლოებით უნდა გამოვიდეს 100-120 კომპრესია, ანუ დაჭერა, ესე უნდა დააჭერ 1, 2, 3, ესე ძლიერად. და ძლიერად, ისე იმდენად ძლიერად, რომ ხა ისე არა რომ ჩაუმტვრი ადამიანს ყველაფერი, მაგრამ ისე რომ დაახლოებით 5-6 სანტიმეტრით უნდა ჩაიწიოს მისმა მკერდის ძვალმა, მოკლედ რასაც აჭერ იმ ადგილმა უნდა ჩაიწიოს 5-6 სანტიმეტრით. და ვისაც სურვილი გაქვთ რომ არხის განვითარებას ხელი შეუწყოთ, ანგარიშის ნომრები მინდევს ქვევით აღწერაში, ან დონაციების გაკეთება შეგიძლიათ Patreon-ზე, ან უბრალოდ დალაიქეთ, გააშეარეთ, ან დააკომენტარეთ ვიდეო, რათა YouTube მიხვდეს რომ ეს არხი საინტერესოა და მეტ ადამიანს აჩვენოს. რას ნიშნავს ახლა ეს? რა კეთდება ამ დროს? ამ დროს გული მდებარეობს ზუსტად აქ, ან მკერდის ძვლის უკან. და გულს ეჭირება და გულიდან სისხლი მიდის თავის ტვინში და თვითონ გულში და სხვა საცოცხლო ორგანოებში. მოკლედ და გული მუშაობს რა. ახლა ეს არ არის ისეთი გულის მუშაობა, როგორიც ჩვეულებრივ უნდა მუშაობდეს. გული დაახლოებით სისხლის 20-30% მიედინება ამ დროს, მაგრამ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ის 20-30%, იმიტომ რომ მაგის გარეშე ტვინი კვდება. ახლა როდემდე უნდა აკეთოს ადამიანმა ეს?
უნდა აკეთოს იქამდე საამარმოა დახმარება, ან ადამიანი არ დაიწყებს სუნთქვას, ადამიანი არ დაიწყებს მოძრაობას და ამ საცეცხლო ნიშნები თუ გაუჩნდება წვეთ ამის კეთებას და მეორე თუ სამედიცინო დახმარება მოვიდა გადავაბარეთ. ხო, ან რეალურად ძნელია, საკმაოდ ის არის რთული და ძალასაც მოითხოვს, ენერგიასაც მოითხოვს, მაგრამ თუ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეგიძლია მაგითი, რატო არა უნდა გადაარჩინო. ეხლა რო ჩაბერავენ ხოლმე პირში, როგორ კეთდება ეგ და რა დროს კეთდება. თუ მოკლედ თუ ადამიანს იცის როგორ უნდა გააკეთოს, მაშინ რა თქმა უნდა პირში ჩაბერვა საჭიროა. თუ საერთოდ მომზადებელია ადამიანი მარტო ესე გაკეთება დაჭერაც მკერდზე, ეგეც საქმეა, თუ სწორად უნდა გააკეთოს, რა თქმა უნდა, ზუსტად როგორც თქვით, რომ 5-6 სანტიმეტრი უნდა ჩაიწიოს, საკმაოდ ძლიერად უნდა დააჭიროს, არა ისე რომ ჩამწვიოს ადამიანი და არ უნდა შეწყვიტოს. დაახლოებით 100-120 ესეთ დაჭერა კომპრესია 1 წუთის განმავლობაში. ეხლა პირით ჩასუნთქვა როგორ ხდება ხოლმე ხელოვნურ სუნთქვის ჩატარებას რო ეძახიან ხოლმე როგორ ხდება და რისთვის ხდება? იმისთვის რომ დამატების ჟანგბადი მიაწოდო ორგანიზმს და ადამიანს. იმისთვის რომ ან ფილტვები გაიბეროს მოკლედ. და როგორ ან ცხვირი უნდა დაუჭირო, უნდა მოუჭირო რომ ცხვირიდან არ გამოვიდეს ჰაერი და ანუ ნიკაპი უნდა აუწიო, თავისუფლად გადაწეული უნდა კონდეს და პირში ძლიერად უნდა ჩაბერო. ჩაბერო ისე, რომ ფილტვები უნდა გაიბეროს შესამჩნევად, ანუ შენ უნდა ხედავდე როგორ იბერება, მოკლედ მკერდი უნდა მოძრაობდეს, რომ ნიშნავს, რომ ანუ შენ ისე ძალით უბერავ მოკლედ, რომ ჰაერი მიეწოდება ადამიანს. აქ არის ხოლმე ის კითხვა, რომ ისე ზოგი ამბობს, რომ მერე რო ჟანგბადი არ მიეწოდება, ზოგი ამბობს, რომ ანუ ხო ჩვენი ამონასუნთქი ხო სინამდვილეში ჟანგბადი ბევრი არ არის, მაგრამ ნახშირო ჟანგია და მაინც წაადგება და რატო? ანუ ზოგადად ჰაერში არის 21% ჟანგბადი და რაც ამოისუნთქავ, იქ არის 17-18% ჟანგბადი და ეგეც საქმეა. ანუ ეგეც შველის დადასტურებულია მოკლედ ტყუილი არ არის. ეხლა ეს ჩაბერვები როდის კეთდება? როცა აკეთებ 30 ესეთ დაწოლას, მერე ორი ჩაბერვას გააკეთებ მალე და განაგრძობს დაწოლას. ეგ არის და ასე შეუჩერებლად ვაკეთებ ამ ციკლს, სანამ არ მოვა დახმარება მოკლედ. ეს არის მთავარი მოქმედების მექანიზმი, რაც გულფილტვის მასაჟის დროს უნდა ვიცოდეთ. მთავარი შეცდომები რა არის ხოლმე ამ დროს? მთავარი შეცდომა არის, რომ რაც რბილზე არ უნდა დააწვინო ადამიანი, ან საწოლზე თუ დააწვენ და დააჭერ, საწოლმა შეიძლება იმოძრაოს და მის გულის კომპრესია არ მოხდეს, ამიტომ მყარზე და პირზე უნდა დააწვინო, ეგ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. არ უნდა დააჭირო ძალიან მსუბუქად, ანუ ზოგმა ადამიანმა იცის მსუბუქი არ უშველს და აზრი არ აქვს და არ უნდა დააჭირო ძალიან ნელა და არც არარეგულარულად, უნდა ეცადო რაღაც რიტმში გააკეთო ეგ ყველაფერი, ეგ არის მთავარი რაც უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა. ახლა გადავიდეთ სისხლდენაზე. სისხლდენის დროს რა უნდა მოვიმოქმედოთ და დავიწყოთ წვრილი ყოველდღიური სისხლდენით. აი რაღაცა გაიკაწრა ადამიანმა, ან ცოტა სისხლი მოდის, რა უნდა გავაკეთოთ? დავამთავროთ რთულით და ასევე ვიტყვით ცხვირიდან სისხლდენაზე, დანით ჭრილობაზე, ამასაც შევეხებით. ახლა მცირე სისხლდენა თუ აქ ადამიანს ჩვეულებრივ წყლით უნდა მოვანო, მოკლედ გამდინარე წყლით, ან ბოთლიდან წყლით უნდა მოვანო. პირდაპირ ალკოჰოლის, სპირტის, იოდის, არაფრის დასხმა ზედ ჭრილობაზე არაა საჭირო. გარშემო შეგიძლია მოусვა იმისთვის, რომ დეზინფექცია მოახდინო არეის და ინფექციის შეჭრის რისკი ააცილო თავიდან. პირდაპირ ან ჭრილობაზე დასხმა არ არის სასურველი, იმიტომ რომ შეიძლება ზედმეტად დააზიანო ქსოვილები და შეხორცების პროცესი შეანელო, ამიტომ არ არის საჭირო. ზოგ შემთხვევაში საჭიროა, მაგასაც შევეხებით, მაგრამ ზოგ იშვიათ შემთხვევაში. ანუ თუ კი რაღაცას ხედავთ, რომ ან ტალახი, ან ვიზუალურად ხედავ, რომ რაღაცები აყრია ჭუჭყი, თუ ის ჭუჭყი უნდა მოაცილო, ან თუ წყლით არ ცილდება, ხელით შეგიძლია მოაცილო ნაზად, მაგრამ აუცილებლად ფრთხილად, რომ ზედმეტ ტრავმა არ მიაყენო ადამიანს და პირიდან არ ჩაატენო შიგნით ეს ჭუჭყი ან რამე. ამის მერე
უნდა დააჭირო ან ხელი, თუ სხვა არაფერი არ გაქვს, ან სუფთა ქსოვილი რამე ჭრილობაზე, ისე რომ 1-2 წუთის განმავლობაში, ისე რომ შემცირდეს სისხლდენა და მოასწროს სისხლდენის შეჩერება რომ მოხდეს, მოკლედ დაახლოებით მსუბუქი შემთხვევაში 2 წუთი როგორც წესი საკმარისია ხოლმე. ხო, ყოველჯერზე აშვება და შემოწმება სისხლი მოძდის თუ არა ყოველ წამს არ არის საჭირო, ანუ რომ დააჭერ, უნდა გააჩერო იმისთვის რომ შეწყდეს და შემდეგ უკვე ის შეამოწმო როგორ არის. ძალიან არ უნდა დააჭირო, თუ ცოტათი მოდის ადამიანს სისხლი ძალიან დააჭირო ისე რომ ძალიან დიდი ხანი რომ ხელში ან ფეხში სისხლის მოქცევა შეწყდეს, ეგ არა, ამიტომ ისე უნდა დააჭირო მოკლედ რომ კონტროლირებულად შეწყდეს სისხლდენა, თუმცა ხელები და ფეხები ადამიანს ისევ თბილი უნდა კონდეს და არ უნდა გაულურჯდეს და არ უნდა გაუცივდეს. ეგ მნიშვნელოვანია. ამის მერე მოკლედ რაიმე ამ ბინტით ან სუფთა ქსოვილით უნდა შეუხვიო, ეს შეხვევა არ უნდა იყოს ძალიან ძლიერი და არც ძალიან მსუბუქი, საშუალო დონეზე უნდა შეუხვიო და ეს შეხვევა უნდა უცვალო. შეხვევის გამოცვლა რა საჭიროა? რატოა საჭირო? იმიტომ რომ მშრალად შეინახოს ჭრილობა, იმიტომ რომ თოსველი იქნება დაინფიცირების და ბაქტერიების გამრავლების მაღალი რისკი იქნება და ამიტომ და დღეში ერთხელ ან ორჯერ უნდა გამოიცვალოს მოკლედ ეს. ჭრილობა უნდა იყოს მშრალი კაი შემთხვევაში, მშრალად შენახული და არ უნდა იყოს ჩირქიანი, არ უნდა იყოს შეშუპებული, ან გასიებული, არ უნდა უფეთქავდეს ძალიან, არ უნდა იყოს წითელი. წითელი ხა უშუალო ჭრილობის გარშემო წითელი უმეტესად არის, მაგრამ ეს სიწითლე არ უნდა გაიზარდოს, არ უნდა გაუსივდეს ძალიან ადამიანს და ეგ ინფექციის ნიშნებია თუ ეს ვითარდება. ხო მე არ მაქვს საუბარი ხა ძალიან ძლიერი ტრავმა თუ მიიღო ადამიანმა, რა თქმა უნდა იქ სისხლჩაქცევაც იქნება, გაუსივდება კიდევაც და პულსაციის შეგრძნებაც ექნება. საუბარი მაქვს ამ შემთხვევაში თუ ზედაპირზე არის ჭრილობა, ის არ უნდა გასივდეს და ჩირქიანი არ უნდა გახდეს. თორე ეგ ნიშნავს იმას, რომ ინფიცირება, ანუ ინფექცია განვითარდა და ინფექცია საშიშია. ისი წასმა შეიძლება და სად, როცა ეს ინფექცია გარშემო უმეტესად და ანტიბიოტიკების კრემი. ანტისეპტიკებიც იოდი და მწვანე, ბრილიანტის მწვანეს რო ეძახიან და სპირტი და შემდეგ გარშემო შესაძლებელია, ასევე ანტიბიოტიკების კრემი, ანტიბაქტერიული კრემის წასმა, ბაციტრაცინი მაგალითად, ან ნეომიცინი, ხო, უშუალოდ ჭრილობაზე არა, ჭრილობის გარშემო. ეხლა როდის უნდა თქვათ რომ კონტამინირებულია ჭრილობა, ანუ ჭრილობა არის დაბინძურებული. დაბინძურებულია, როცა ხედავ მოკლედ ან ჭუჭყს შიგნით, ან ჟანგია, ან რამე ჩატენილია ჭრილობაში, შეიძლება შეერჭო რაღაცა რკინა და ისევში გაარკინა, ან ხე ან რაღაცეები, მოკლედ თუ ამოღება შეიძლება, მსუბუქი თუა ჭრილობა და ამოღება შეიძლება, მოკლედ უნდა მოიღო. თუ ამოღება ვერ ხერხდება, ძალიან ყურადღებით უნდა იყო და სამედიცინო დახმარება ჭირდება, მაგ შემთხვევაში ქირურგია ჭირდება, რადგან შეიძლება ეს დაბინძურებული რამე რაც ჩაჭედილია დაინფიცირდეს და ეს ინფექცია გავრცელდეს ორგანიზმში. თუ ჭრილობა არის ხოლმე ღრმა და ანუ არ გაქვს იმ შემთხვევაში სამედიცინასთან წვდომა, არაფერი საშუალება არ გაქვს მოკლედ და გამოვალ მდგომარეობაში ხარ, შეიძლება მაშინ ეგეთ შემთხვევაში იოდის ჩასხმა ან ანტისეპტიკების დასხმა პირდაპირ ჭრილობაზე, თუ ძალიან მაღალი რისკია დაბინძურების, მაგალითად ნაკბენი რამის ცხოველის ან ჟანგიანი საგანი შეერჭო ან დანა შეერჭო, ეგეთ შემთხვევებში შესაძლებელია პირდაპირ გამოუვალ სიტუაციაში ჩაასხა ანტისეპტიკი, მაგრამ ეგ გამოუვალ სიტუაციაში უნდა იყოს და არა მცირე პატარა ჭრილობებზე. ახლა ანტიბიოტიკების დალევა როდის შეიძლება და როდის არ შეიძლება. ზოგადად თუ მცირე ჭრილობა სიცხეა და არ აქვს ადამიანს შეშუპება, არ აქვს ჩირქი, არ აქვს არაფერი, არ აქვს ანტიბიოტიკები არ უნდა, რა თქმა უნდა. თუ კი მედიცინასთან მithomეს წვდომა არა კლინიკასთან ადამიანს და მძიმეა ეს ჭრილობა, დაბინძურების მაღალი რისკია, სიცხე აქვს და ასე შემდეგ, მაშინ ანტიბიოტიკები უნდა.
ყველაზე ხშირად გამოყენებული ანტიბიოტიკები ამ დროს არის ამოქსიცილინი, რომელიც მათ შორის ნაკბენების დროსაც გამოიყენება. ოღონდ ნაკბენის დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეგ არ ცოფისგან დაცვა არ არის, ან ნაკბენის დროს ცოფისგან დაცვა აუცილებელია. ცოფისგან არ იცავს. იცავს ბაქტერიული ინფიცირებისგან. ამოქსიცილინის მაგივრად გამოიყენება ხოლმე კიდე ცეფალექსინი 500 მგ-იანი და კლინდამიცინი თუ მაგალითად ანტიბიოტიკებზე პენცილინზე ალერგია აქვს ადამიანს, მაშინ მაგ შემთხვევაში. ახლა ვთქვათ, როგორ უნდა მოვიქცეთ ძლიერი სისხლდენების შემთხვევაში. ძლიერი სისხლდენის შემთხვევაში მოკლედ უნდა იმოქმედო ძალიან ჩქარა. და რას ვაკეთებთ? ძლიერი სისხლდენის დროს პირდაპირ ან მატერიას რამეს, ან ტანსაცმელს, ან სუფთას, თუ სუფთა გვაქვს, თუ არ გვაქვს სუფთა, მაშინ შეიძლება გაიხადო და პირდაპირ დააჭირო ძლიერად მატერია, ყოველთვის ჯობია მატერიით. თუ საერთოდ სხვა გზა არა, პირდაპირ ხელით დაჭერა შეიძლება ჭრილობაზე, თუ ძლიერი სისხლდენაა, მაგრამ ჯობია რომ ყოველთვის მატერია დააჭირო რამდენიმე წუთის განმავლობაში და შენელდეს სისხლდენა. ხო, აქ ეხლა ამ მომენტში არ ვსაუბრობ, თუ ხედავ რომ სისხლი ასხავს პირდაპირ პულსირებულად ასხავს ღია სისხლი, ღია ფერის სისხლი, ეგ არის არტერიული სისხლდენა და კიდე განვიხილავ მაგას, მაგრამ ამ შემთხვევაში ვგულისხმობ რომ ან სისხლდენა ძლიერია, მაგრამ საშუალოდ ძლიერი, ან ძალიან ძლიერი არაა და პირდაპირ არტერიდან სისხლი არ ასხავს რა. ამ დროს უნდა დააჭირო მოკლედ და რამდენიმე წუთის განმავლობაში უნდა კონდეს დაჭერილი. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სისხლდენა შენელდეს ან შეწყდეს და ჭიდროდ უნდა გადაუხვიო. ანუ ჭიდროდ უნდა გადაუხვიო, რომ მაქსიმალურად აწვებოდეს აი ამ საიდან სისხლდენა იყო იმ ადგილს. შესაძლებელია რომ ან დაფენილი იყოს პირველი პირი მოკლედ და მაგაზე გადაახვიო რომ მაქსიმალურად ის იყოს შენელებული და შემწყდარი სისხლდენა. ხო, ეს პირველი პირის აძრობა და აბა ნახოთ ეგ არ შეიძლება, იმიტომ რომ ის ეხმარება კოლტის წარმოქმნაში და მისი აძრობით შეიძლება სისხლდენა განაახლო, ამიტომ ეგრე არ უნდა ქნა. უნდა ეცადო რომ თუ კონტროლირებადია და აი ძალიან ძლიერი არა სისხლდენა, უნდა ეცადო რომ ისეთ დონეზე შეუხვიო ადამიანს, რომ ხელები არ გაულურჯდეს და არ გაუცივდეს, მაგრამ ისეთ დონეზეც არ უნდა შეუხვიო, რომ სისხლდენა არ წყდებოდეს და სისხლი მოდიოდეს. ახლა თუ ისეთი ძლიერი სისხლდენა აქვს, რომ აი ხედავ პირდაპირ რომ პულსირებით სისხლის ასხავს, ეგ ძალიან საშიშია. ეგ არის არტერიული სისხლდენა და არტერიდან რომ სისხლი მოდის, ეგრე შეიძლება 5 წუთის განმავლობაში მოკლედ ადამიანი სისხლისგან დაიცალოს და მოკვდეს. ამიტომ ეგეთ დროს არც ერთ წამი არ უნდა დაკარგო, სასწრაფოდ მთელი ძალით უნდა დააჭირო ჭრილობას, რომ სისხლი შეწყდეს. თუ ტურნიკეტი გაქვს, მოკლედ ტურნიკეტი, ან სპეციალური მოწყობილობაა, დაახლოებით 10-15 სანტიმეტრით ზევით ჭრილობიდან გულისკენ უნდა გადაუჭირო, ნუ თუ ხელია ან ფეხია ძირითადად და ზევით. არასოდეს არ უნდა გადაუჭირო სახსრებზე. ანუ სახსრზე აქ რომც მოუჭირო ვერ შეაჩერებს სისხლდენას. ანუ სახსრის ზევით ან სახსრის ქვევით გააჩნია სად არის ჭრილობა. ხო, ეგ ტურნიკეტიც და არ აქვს მნიშვნელობა თუ ტურნიკეტი არ აქვს მატერია ან ნებისმიერი რამე ან ხელი თუ სხვა გზა არ აქვს, მაქსიმალურად ძლიერად უნდა დააჭირო მოკლედ. და მან არ არის ისა არ უნდა წახვიდე კომპრომისზე მოკლედ რა, რომ უნდა იცოდე რომ აუშვებს სისხლს და ხელს და სისხლდენა ისე ვატყდება და ამიტომ არ უნდა შეწყვიტო ძალიან ძლიერი ზეწოლა. ეგ არის აუცილებელი. მე არის ის რომ მაგალითად 1 საათი ტურნიკეტი თუ გაქვს დადებული, ან ძალიან ძლიერად რამე გაქვს შემოჭერილი ქამარი, ან რაღაცა ძალიან ძლიერი, მოკლედ შეიძლება იყოს მატერია დააგრიხო რა.
როგორც ბაწარი ესე ნებისმიერ ტანსაცმელი და ის გადაუჭირო ძალიან ძლიერად და გადაჭერის მერე ანუ პირველ კვანტს რო გააკეთებ შეურჭო ჯოხი რამე და გადაატრიალო კიდე რომ ძალიან მოუჭირო ანუ ეგ ძალიან მოჭერა ძალიან მნიშვნელოვანია მოკლედ რა თქმა უნდა ეს ჯოხი ან რამე ისეთი არ უნდა იყოს რომ ადამიანს უჩხვლიტო კიდე ახალი სისხლდენა დაიწყოს მაგრამ ან ისე უნდა ქნა მოკლედ რომ ძალიან ძლიერად უნდა გადაუჭირო რა ისე ძლიერად რომ ხელი არ უნდა მოწყვიტო რა თქმა უნდა მაგრამ ისე ძლიერად რომ სისხლდენა ბოლომდე შეაჩერო ეგ მნიშვნელოვანია ხო თუ სისხლდენა ეგეთი ძალიან ძლიერი იყო რომ ეს პულსირებს და არტერიულია მაშინ კომპრომისზე არ უნდა წავიდეს ადამიანი რომ მოდი ახლა მე მოუშვებ და გააგზო სამსისხლდენა მოკვდება და ჯობია დაკარგოს ხელი ანუ ხელი რატომ დაკარგოს იმიტომ რომ თუ კი ძალიან შეაჩერეს სისხლდენა 1-2 საათის განმავლობაში სისხლის მიმოქცევა ნერვები დაზიანდება იმ ხელში ან ფეხში და მოკვდება მოკლედ და მოსაჭრელი შეიძლება გაუხდეს მერე მაგრამ თუ კი ხედავ რომ აი მაგალითად ოდნავ მოუშვი ტურნიკეტი ან ოდნავ მოუშვი ის რაც ის გადაჭერილი გაქვს და ისევ სისხლდენა ახლიდან ტყდება მაშინ მაგ კომპრომისზე არ უნდა წახვიდე მოკლედ მით უმეტეს თუ იქვე სამედიცინო დახმარება არ არის ჯობია რომ ადამიანმა დაკარგოს ხელი მაგრამ გადაარჩინო სიცოცხლე ამ შემთხვევაში მოკლედ ვტოვებთ რამდენი ხანიც არ უნდა იყოს ეს მოჭერილი ან ტურნიკეტი თუ ადამიანს უფრო მკრთალდება კანი, ოფლი ასხავს და გონებას კარგავს, მოკლედ შოკია ეგ და უნდა ვიცოდეთ რომ შოკი შეიძლება მოხდეს, რაც შეიძლება მალე სამედიცინო დახმარება, სხვა გამოსავალი არ არის ამ დროს. ახლა ვთქვათ ცხვირიდან სისხლდენის დროს როგორ ვიქცევით. ცხვირიდან სისხლდენის დროს მოკლედ თავს უკან არ წევთ, არამედ წამოჯდები და ოდნავ თავს წინ გადმოწევ, უკან იმიტომ არ უნდა გადააწევინო, რომ შეიძლება გადაყლაპოს ან დაიხსოს იმ სისხლით და ამიტომ არ შეიძლება ჯობია წამოვიდეს წინ. მერე ხელს აიღებ ხელს აქ ცოტა განსხვავებულად ანუ ის აქ ცხვირში არაფერი არ უნდა შეუტენო ის მატერიები ბამბები და რაღაცები არ უნდა შეუტენო ადამიანს აი ცხვირს შეიძლება მოსინჯოთ კიდევაც რომ აქ ძვალია და ძლის მერე უკვე ქსოვილები იწყება სადაც ქსოვილი იწყება იქ ძლიერად ძალიან ძლიერად არა რომ მოტეხო ცხვირი ადამიანს მაგრამ საკმაოდ ძლიერად მოუჭირო და ეგრე უნდა გააჩერო დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში მოჭერილი. არ უნდა მოუშვა და არ უნდა შეამოწმო, აბა სისხლი მოდის თუ არა. გააჩერე პირდაპირ 10 წუთის განმავლობაში. და ნუ შეიძლება კიდე კისერზე ცივი კომპრესების დადება, რომ სისხლის მიედინება შემცირდეს, თუმცა როგორც წესი ხელის მოჭერა საკმარისია ხოლმე და მე უკვე რომ შეწყდება სისხლდენა რამდენიმე საათი ეს უხეშად არ უნდა მოიხოცოს ცხვირი და ეგეთი რაღაცა ადამიანმა იმიტომ რომ ისევ შეიძლება დაიწყოს სისხლდენა. სისხლდენა არ უნდა გაგრძელდეს 20 წუთის განმავლობაში. თუ 20 წუთის განმავლობაში გრძელდება ან ძალიან ძლიერი სისხლდენა აქვს ადამიანს, რა თქმა უნდა კლინიკას უნდა მიმართოს, მაგრამ თუ სუსტია და ხელის მოჭერით უნდა გაჩერდეს მოკლედ დაახლოებით 10 წუთის ფარგლებში. რომ თუ მაგალითად აი ჩხუბისას მუშტი მოარტყეს ცხვირში ან დაეცა ტრამვა ან ესეთი ამის გამო აქვს სისხლდენა, მაშინაც პრინციპში იგივე მიდგომა გვაქვს, უბრალოდ უნდა შეამოწმო ხო არა მოტეხილი. აი მაგალითად რომ შეეხებდა რომ ცოტა რომ გაამოძრავებ თუ ძალიან ძლიერი ტკივილია ან ხრაშუნობს ძვლები და ეგეთი ხმა აქვს და თვითონ გრძნობს ეს ადამიანი ეგეთი ხმა შეიძლება ცხვირი იყოს მაგ დროს მოტეხილი. თუმცა ანუ მიდგომა რეალურად მაინც იგივეა რომ უნდა მოუჭიროთ რომ სისხლდენა შევაჩეროთ მაქსიმალურად. ხო, ნუ თუ რაღაც ცხვირიდან მოსდის სითხე, ღია ფერის სითხე სისხლთან ერთად და ეს რამები და თავის ძლიერი ტრავმა აქვს მიღებული, ეგ ძალიან საშიშია და აუცილებლად სამედიცინო დახმარება საჭირო. სახლის პირობებში ეგეთი რაღაცების მკურნალობა არ შეიძლება. ხო. ნუ ცივი კომპრესები მერე შეიძლება და ანუ თუ მტკივნეულია და თუ მოტეხილი აქვს ცხვირი ძალიან ძლიერად არ უნდა დააჭირო უნდა დააჭირო ისე რომ ან სისხლი აკონტროლო, მაგრამ პირდაპირ ჭრილობაზე მოკლედ ძალიან არ უნდა დააჭირო მაგ დროს ხელი უფრო შეიძლება დაუზიანო და ძალიან მტკივნეულია თან ადამიანში. ახლა რაც შეეხება თუ ადამიანმა ჭრილობა მიიღო დანით მაგალითად ან რაღაც ეგეთი დანის მსგავსი ბასრის საგნით. თუ დანა აქვს შერჭობილი ადამიანს არ უნდა გამოუღო მოკლედ მაგეროს მოვალეობა ადამიანის დამხმარეს ვინც არის რომ
მithmes თუ ან მუცელში ან ესე სადმე რომ ნებისმიერ ადგილასაც თუ ღრმადაა მოკლედ შერჭობილი დანა, ან მე არ ვამბობ თითი გაეკაწრა გამოიღო, მაგას არ გულისხმობ, თუ შერჭობილია დანა, ჯობია რომ მაქსიმალურად დააფიქსირო, რომ ისე რომ არც უფრო ღრმად შევიდეს და უფრო მეტი რამე არ გადაუჭრას და არც უფრო ნაკლებად არ შევიდეს, ისე არც ამოიღო, რომ სისხლდენა არ ატყდეს. ანუ მაქსიმალურად დაუფიქსირო გარშემო იმითი მატერიით, რამე ტანსაცმლით, რომ არ იმოძრაოს ამ დანამ მაქსიმალურად. ეგ არის მაგ დროს პირველი მოვალეობა და რა თქმა უნდა კლინიკაში გადასვლა. თუ შეერჭო და ამოუღეს, მაშინ რაც შეიძლება ძლიერად უნდა დააჭირო წნევა ტანსაცმლით მაგალითად ან მატერიით ან რაღაც, რომ სისხლდენა მაქსიმალურად გააჩერო. სხვა გზა არ არის მაგ დროს და იმიტომ. ხო, თუ ადამიანსაც ნაწლავები გარეთ აქვს მუცლიდან და გამოყრილი აქვს და ესე, ის არ უნდა ეცადო რომ შეუტენო უკან, შეიძლება უარესი ტრავმა მიაღებინო, დატო უბრალოდ უნდა ეცადო რომ მაქსიმალურად არ დაბინძურდეს ბაქტერიებით, მაგალითად გადააფარო რამე მატერია სუფთა და ესე მოვარდა მე კლინიკაში რა თქმა უნდა. მაგრამ თვითნებურად არ უნდა უარესი არ უნდა გაუკეთო. ხო, ასევე თუ გრძნობ რომ მაგალითად გულმკერდის ღრუში ანუ ჰაერის შესვლას ან გამოსვლას გრძნობს ადამიანი, მაშინ ნიშნავს რომ შეიძლება პლევრის ღრუ იყოს დაზიანებული, ან ფილტვები იყოს დაზიანებული. მაგ დროს არის ხოლმე რომ გადააკრავენ ხოლმე იმას, რა ქვია, თუ არაფერი არ აქვს, მოკლედ, აქ საუბარია, როცა სამედიცინო მოწყობილებები არა, არამედ პლასტიკატი შეიძლება გადააკრა ისე რომ ჰაერი ვერ შევიდეს ფილტვში და გულმკერდის ღრუში ეგრე, ანუ დახურო მოკლედ ეგ ჭრილობა, ან დახურო მეტი დამატებითი რაღაცები არ გაუკეთო, რა თქმა უნდა კლინიკაში მიხედავ რაც შეიძლება მალე. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე აი დანით ჭრილობის და ეს შემთხვევების დროს, რომ რაც შეიძლება ნაკლებად იმოძრაოს ადამიანმაც და თვითონ იმან რაც ჩაჭედილია, რომ მეტად არ დააზიანოს კიდე ორგანოები, ან მთავარი ფუნქცია ადამიანის არის, რომ მაქსიმალურად უმოძრაო სიტუაციაში იყოს და ასე სამედიცინო დახმარება რაც შეიძლება მალე მოვიდეს, მოკლედ ეგ არის გამოსავალი. ხო, თუ ხედავ რომ სისხლდენაა, იმას უნდა დააჭირო ყოველთვის, სხვა გზა არ არის, მოკლედ, იმიტომ რომ შეიძლება დაიცალოს სისხლდენისგან ადამიანი. ხო, აი ეს არის რისი გაკეთებაც შეგვიძლია ძირითადად სისხლდენების დროს და როცა გული უჩერდება ადამიანს, კიდე შემოგთავაზებთ სხვა რაღაცეები, რისი გაკეთება შესაძლებელია და როგორ მოიქცეთ გადაუნდებელი მდგომარეობების დროს. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, გამოწერეთ არხი, ან დააკომენტარეთ, ან დალაიქეთ, ეს მნიშვნელოვანია YouTube-ის ალგორითმისთვის, ასე ვისაც გსურთ დონაციების გაკეთება, ამისთვის Patreon-ი მაქვს, მითითებული და შეგიძლიათ მაგედან დაეხმაროთ არხის განვითარებას. მადლობა რომ მისმენთ და მადლობა რომ გაინტერესებთ.